პოპულარული მომღერლები ფულთან სათამაშო სამშობლოში ბრუნდებიან. ჩამოხვიდით ბიჭო. ეგ არის. მათ ხელში დიდი ფულია. ერთად თანახი გაქვს ამდენი ფული. თუმცა ამ ფულის შესანარჩუნებლად მხოლოდ ვოკალური მონაცემები საკმარისი არ არის. თუ მუსიკოსებად თვლით თავს, მაშინ ძმები ბლუზი კარგი იყოს ხო? სწრაფი გადაწყვეტილება, სისხარტე და სწორი პასუხი გამარჯვების ერთადერთი შანსია. Luciano Pavarottis ქართველი ორეული. მე Luciano Pavarotti არის, Luciano Pavarottiო. და ჭკვიანთა და საზრიანთა კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი, მამუკა მესხი და გოგი კახიძე. დაგვირგვინდება თუ არა, დაძაბული პაეკრობა ფულთან კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვებით. მაგრამ ტაში არ არის. სად არის ტაში? ფულთან თამაში იმედზე. მოგესალმებით მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის შოუ ფულთან თამაში. დიდი მადლობა დარბას მომბრძანებისთვის, დიდი მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ ახლა ჩვენ. ამ თამაშს არ მოგიდგენთ ევროპაბეთი. და მე მისი წამყვანი გახლავართ ლუტას ხიტლაძე. გაგეცნობით მაინც. ეს არის 100,000. ამ 100,000-ის მოსაგებად მოდის უამრავი ხალხი ჩვენთან, ზოგს ჩვენ თვითონ ვეპატიჟებით, ზოგიც კი ისე მოდიან, ანუ ცნობილ სახეებს ჩვენთანაც ვეპატიჟებით ხოლმე ხანდახან. და დღეს არ შეგვეძლო რომ ეს ხალხი გამოვიჭირეთ საქართველოში და არ დაგვეპატიჟა ჩვენთან თამაში. ნანინანატრი ხალხი, რომელიც დიდი ხანია წასულია და თავის კარიერას აქტიურად აგრძელებს და აძლიერებს, რაც თავარია. მომღერლები არიან, მუსიკოსები ეს ადამიანები. თქვენთვის ყველასათვის საყვარელი აცი ფურცელაძე და დათო ხუჯაძე, შეხვდეთ! მიხარი ხართ. მაგრამ მიხარი ხართ, რო აქ ხართ. გამარჯობა. დათოდაჩი. ჩამოხვიდით ბიჭო. ეგ არის. კარგია, მიხარი ხართ. როგორ არის საქმეები? კარგად. ვიცი რომ კარგად, გადავინებთ თვალყურს. ეს ინტერნეტი იყოს კარგად და. იცოცხლე, კი. ხო, სხვათაშორის ინტერნეტზე გამახსენდა. თქვენთვის აქ ამას. ისა, მოკიდე ხელი წავედი რაღაცა. განებით ფულს თავი ჯერ. ჯეოკონექტი მაქვს ინტერნეტზე გამახსენდა რა. უკვე გვაძლევთ მე მოთამაში. მე მოგცევთ. ჯერ მწარე ჭამე კლავ თბილის ამბავი, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა რომ მოხვედით და მე და თქვენ რომ მივესალმეთ ერთმანეთს. ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა, ეს 100,000 გახდა თქვენი. ეგრევე? დათო გითხარი, მოკიდე ხელი წავედი. ავიცი გამოვიღო ჩვენ და ხო გითხარით? ეგეც მართალია. არა, ეგრე არ გაგატართ, დაცვის პოლიცია გვიცავს. მადლობთ. საუბრობ. ბევრი ვარ. თან წესია როგორ ის? კი, საკმაოდ. აბა 100,000 ქეშათ ეგრე სად არის? ქეშათა. აი, ეს უნდა მოვიგოთ. უნდა მოიგოთ კი არა, უნდა შეინარჩუნოთ. 100,000 გააქვთ? ეს უკვე შეინია. ეს უკვე შეინია. და ის ჩვენია. მაგრამ ისინი არ გვატანენ. ხო, და ის ჩვენია. არ გვატანენ. ესე პირდაპირ არას, მაგრამ შენ არ ეთქვი რომ 8 შეკითხოს პასუხს თუ გასცემთ, ეს ფული არის თქვენი. გადასარევი. ძალიან კარგი. მოკლედ რა. აბა, წესები ახლა იცით? არა, კალკინს მიყავს იგივე. მე რა მოხდა? მაგრამ აგიხსნა. უნდა გამოვიცნო. მე ვიდა რომ უკეთესად მივიღო ეს წესები რა. ასე იგი, მაშასე ჩვენი თამაშის წესები ასეთია. გისმენთ. გავდის ორი კატეგორია. კატეგორიიდან ეკრანზე გამო ორი ცალი კატეგორია, 2. მადლობ. ან ერთი ან მეორე უნდა ავირჩიოთ, რომელიც ჩვენთან უფრო ახლოს არის, ჩვენს ინტელექტთან, ან ინტუიციასთან. ნაზი ხარ ნაზი. ხო. ეი ფარო შესლაი. კი. გამოვიდა კატეგორია ავირჩიეთ, კატეგორიიდან გამომდინარე, მე გამოვიდა 4 სავარაუდო პასუხი, მე გამოდის უკვე შეკითხვა.
წავიდეთ რომ მეთქი ვიტყვი და წავა 1 წუთი. ანუ 60 წამი გვაქვს იმისათვის რომ მოვიფიქროთ და სწორ პასუხზე დავდოთ 100,000. ძალიან კარგი. ჩვენ ეს თუ ფულს დავყოფთ, დავშლით. შლით ხოლოდ 3 ბოქსზე. 1 აუცილებლად თავისუფალი უნდა დარჩეს. თუ შეგვიძლია 2-იც. პასუხია რომ 3 დარჩეს თავისუფალი და მხოლოდ 1-ზე იდოს ხოლმე. მაინც პასუხი 1 არის ყველა ვარიანტში. პასუხი ყოველთვის 1-ია. ლოგიკაზე იმობს ამ შემთხვევაში. აბა იგი ორს კარგავთ რა. კი, ყველა ვარიანტში. ხო, თუ რამეა 2 იკარგება. მაგრამ შეიძლება ხოლმე ესეთი რამე მოხდეს, რომ ის ბოქსი, რომელიც წარიერი დარჩება, ის აღმოჩნდეს სწორი პასუხი და ამაზეც ყურადღებით იყავით. მზად ვართ? დიახ. დათოსთან და აჯისთან ერთად თამაშობთ ფულთან. წარმატებები მისურვია. მადლობა. კარგი წარმატებები მისურვია, ბოლომდე წარმატებები მისურვია თქვენთვის. და ვნახოთ პირველი ეტაპის 2 კატეგორია. წამოვიდა ეკრანზე. აბა, ბონიემთან ერთად. ბონიემთან ერთად. ქალაქის სახელმწიფო და ოლიმპიადა. ქალაქის სახელმწიფო იყო ჯობია, სპორტსმენები რაც გერობა და ასე. ო, ასე ქალაქი და სახელმწიფო ხო, აი ხო, სულ შენი სფეროა. თქვენ არ იცოდით სუამის სფეროა, კი ბატონო? ჩვენ ათრევები ვართ, ჩვენ სპორტიდან გავდივარი, იქნება რაღაცა გავარტყათ ეხლა. ოლიმპიადა? ოლიმპიადაზე დიდი სპორტსმენი ახლა დავკარგეთ, დიდი ხანია უკვე ვეღარ ვყავს დიდი სპორტი. წავიდა დიდი სპორტიდან. სპორტმა დაკარგა დიდი სპორტი. შენც ხო? მე აუ მენისკის სიყვარული შევა. აბა ინვალიდებისთვის ცალკე თუ შეიძლება დარბაზი. ქალაქის სახელმწიფო საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ და ვნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. რა გინდა და რას გერჩევდი? პირველი შეკითხვაა, მარტივი შეკითხვა იქნება, რა მნიშვნელობა? ოლიმპიადაც ყოფილი არ იქნება. ხო, რავი მეცეს ვფიქრობ, რატო გვინდოდა? ესპანეთი, საფრანგეთი, აი იტალია, რატო გაიწიეთ და პორტუგალია დავიდა ხო? მადლობთ. აი სულ ამ ქვეყნების ესე კი რომელიღაცა ქალაქის ქუჩებში ხარ გაზდელი ჩემო და არბენი გაკ ესე. ვნახოთ შეკითხვა და უცად მივხვდებით. იტალიაზე საუბარი. რომელი ქვეყნის დედაქალაქში მდებარეობს ვატიკანის ქალაქის სახელმწიფო? წავიდა დადო. მივადეთ. ყველაფერი შეიძლება რომ დავდოთ? ყველაფერი შეიძლება დადოთ არა. ჩემს და სასურველია რომ ყოველთვის დავდეთ. დადოთ. შევაჩერო დრო. რა გვინდა? ამას ქვია სახელმწიფო სახელმწიფოში. დარწმუნებული ვახარ ხო? შემიძლია გავაჩერო დრო. არა, გასაგებია, ნუ მორჩავ ეს არის. გავაჩერო. ამას ქვია გეგდრო. კი, სახელმწიფოში ქვია ამას. რომელი ქვეყნის დედაქალაქში მდებარეობს ვატიკანი და მდებარეობს რომში? ხო? მართალია, აი ამბავი. დედაქალაქი რომი არ არის იტალიის? შესაბამისად. ანუ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ? კი, ბატონო. და არა მადრიდში? არა, რა თქმა უნდა, საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ამ შემთხვევაში ისვენებენ. ისვენებენ, კი. მოგაწვალე. არ გაწვალეთ, სწორ პასუხს ვადოდებით, რომ გაიხსნა 3 цаრიელი ბოქსი. აღწევს 100,000. ეხლა შემთხვევით რომ მოხდეს ისე რომ შეიცვალა, გუში შეიცვალა და ოპანა! ხელი ამოუგო კიდე. მადლობა. ილო თავ 100,000 გაქვს ბიჭებო. დაბრუნეთ თანხა ადგილზე. უნდა გაწვალოთ. ძართულ შეკითხვას გაართვით თავი რა, როგორ სასაული. მომიდი. და ამდენი ფული რაღაცა ხელში ამჭერია კი არა? ამდენი ფული ნანახი გაქვს შესაერთოდ. ერთად ნანახი გაქვს ამდენი ფული. ბავშვი აღარა ვარ. მექნება ნანახი. მართლა? ფილმებში ანუ თუ როგორაა შენი საქმე? მოკლედ, მეორე ეტაპი და 2 კატეგორია ეკრანზე. ისტორიული კუთხე, ძმები ბლუზები. ეხა მუსიკოსები ვარ ჩვენ. სპორტსმენები არ ვართ, გადავიუხდით ამ ამბავს და თუ ისტორიული ჯობია. ისტორიული კუთხე თუ ძმები ბლუზები. რა შეიძლება ეხა მეორე შეკითხვის დროს გამოვიდეს? აი, ძმები ბლუზები აი, რომელ ქალაქში ვინ სადუკლავდა და რაღაცა იქ იმაში, რა ქვია. ლუიზიანას ის იყო შტატი თუ აი ამაში შეიძლება ოდნავ აღო. აი ისტორიული კუთხე, უფრო? ჩვენ რაღაცა რთული კუთხით. იყო ვინმე ხوارი იყო ფრანკლინი ან ესე. კი. ბლუზები? ხო, შეიძლება რაღაც შეხედავდი მოგცენ. ძმები ბლუზები, შენ მაგაზე ნუ ისტორიული კუთხეების კარგად ვიცით ხა, ისტორიული კუთხეები არის მაგალითად საქართველოში ყველა. აქ მარტო საქართველოსია ლაპარაკი? ძალიან მაგარი ის არის. ნახე, ისტორიული კუთხე. ფართო ასორტიმენტია აქ. რომელი არ არის? ნეტა დედამიწის ზურგზე რომელი არ არის ისტორიული კუთხე? აბსოლუტურად გეთახმები. არის ყველა. მოდი ძმები ბლუზები იყოს. იქინა გონდა რომ პირველი მაინც შენი არჩევანი იყო, მეორესაც განტებ. კარგი. იყოს ძმები ბლუზები. რაღაცა აგინდა. მე რაღაც როგორც პირველი არ მინდოდა, მაგრამ ხო გაამართლა. არა, თუ არ გინდა, არა, ნუ იცი რა, თუ მუსიკოსებად თვლით თავს, მაშინ ძმები ბლუზები. კარგი იყოს ხო. მუსიკოსებად თვლიან ბიჭები თავსა და რა ვქნათ ხა ძმები ბლუზები. აი ამაში რომ წავალ, მაგაში ცხვილი იქნება. ახლა ნუ ხა არა უშავს. არა უშავს. მაგის არ არჩევა უბრალოდ სიცხული არ არის ხა. რომელი ისტორიკოსები? ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. ვინ თამაშობს
მოხედავ დაიწყო. ვინ თამაშობს და რამდენი წელი იყო და ჯეიმს ბრაუნი, ჯონი ლი ჰუკერი, რეი ჩარლზი, ბიბი კინგი. რა გინდათ ახლა მე რა? რა ვითამაშობს? კითხვა კითხვა არ ვიცი კითხვა ახლა მე ხარ ვიცი რა ხდება. ჯონი ჰუკერი იყო ყველაზე მაგარი ტიპი ვაში. ნახოთ აბა შეკითხვა, ვინ იყო ყველაზე მაგარი ტიპი რო იყო? Chill out. დასახელებულ მუსიკოსთაგან, რომელი არ მონაწილეობს კომედიურ მიუზიკლში ძმები ბლუზები? იცი რა? არ მონაწილეობს. ბიბი კინგი არის. ჯეიმს ბრაუნი არ არის. არ არის. ჯეიმს ბრაუნი არ არის. მეც ეს ვიგო ბრაუნი არის, იმიტომ რომ ჯონი ჰუკერი არის, ჩარლზი არის, ბიბი კინგი არის. ბიბი კინგი არის. ჯეიმს ბრაუნი რომელი ბლუზმენი იყო? ჯეიმს ბრაუნი ითვლება რატომ ყო soul-ის мама და სადაც ვანდერი ეგ ჯეიმს ბრაუნს რა უნდა soul-ის мама? აბატიეთ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბლუზთან დაკავშირებული აი ეს არ არის, ეს. არ ვიცი ეგ თანხით გამოხატა. ჯონი ჰუკერი ყველაზე სერიოზული ჯაზმენი ისა ბლუზმენი იყო ამათ შორის დამიჯერე. მოდი აქ შეიძლება. არა, ჯეიმს ბრაუნზე არ ვდებთ არ ვდებ. არა, ეს ამ მართალი მასო გამოსცემს. რომელი არის? ხო. არ მონაწილეობს. ჯეიმს ბრაუნი არ მონაწილეობს. სამი მონაწილეობს მაქედან. რა ვქნა? ჰა? არა, ჯეიმს ბრაუნი არ უნდა იყოს წესი დარიგით, იმიტომ რომ არ არის ბლუზავი არ არის. რეი ბლუზავია, ბიბი კინგი ბლუზავია, ჯონი ჰუკერი მით უმეტეს ბლუზავია. 10 წამი. აიმე. მათ რა დაწოდებ? არ დადო, ყველაფერი გდავდო? ხო, ალბათ დრო, ჩქარა, ერთი და ამოიწურა დრო. დაუღუპა. აუ, მაგარი დავკარგეთ ეხლა ეს პირი ჩვენ, ხო? მეგონია ის დავკარგეთ ჩვენ. რატო? ჯეიმს ბრაუნი არ თამაშობს. ჯეიმს ბრაუნი არ თამაშობს. ჩვენ ვიცახეთ და ჯეიმს ბრაუნი არ თამაშობს. გონებას ვიღაცა კარგავს მაგ ფილმში, მახსოვს. ბატონო? გონებას არ კარგავს ვიღაცა. ეგის ფილმი არ არის. გონებას ეხა მე დავკარგავ. არა, ისა და ის ძალიან მაგარი ის პრასვეტლენიერ რო ეწევა რაღაცა და იქა ბამ. ჯეიმს არის ეგ? ტაძრის სცენა რო არის რაღაცა. მე მგონი ეს არა. არა, ტაძრის სცენა მაინტერესებს იქ რო დახტიან და რო შავფერად კანი ეგ არის ჯეიმსა. მაგრამ მე რატოაც გონია რაღაც მე მუსიკალური თვალსაზრისით წავედი. რეი ჩარლზი მახსოვს მე რო თამაშობს. ჯონი ჰუკერი არ გახსოვს? არ გამიდნენ მოდო თუ როგორ? არა, ეხა გაიწიეთ იქით. მოდი, არა, იმან რამდენი დადე რა გიდოდა რა სერჩოდი? მე რა მინდოდა ეხა დავიწყე აქ. ჯონი ლი ჰუკერი 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 ეს არის 16000. დანარჩენი 1000-ები დევს აქ. ნუ აბა ვეღარ გადავდებთ და ჰა, დევს ესე იგი. ესე დავაწყობ რომ ძალიან არ გაიშალოს. 84 დევს მანდ. აგინევ დავამგვალოთ. არა, იყოს კარგად დევს. რაღაცა გავაოცებდი და ვარდება დაბლა. ამას გავაოცებდი და მეც გავოცდებოდი ეხლა რა. აი ამას გავაოცებდი 16 წელია. ცნობილ მიუზიკლში ძმები ბლუზები. არ მინდა. აქ ჩამოთვლილი ჯეიმს ბრაუნი, ჯონი ლი ჰუკერი, რეი ჩარლზი, ბიბი კინგი. დიახ. პიროვნებებიდან რომელი არ მონაწილეობს ამ არჩეულებრივ მიუზიკლში, რომელიც ბავშვებიდან გვიყვარს. თან იყო ორი, ანუ ჩვენ პირველზე გვაქვს ალბათ, რომ ორი ვერსიაა მაგისი. ხო, არა, ძმები ბლუზების იმას მე სხვა ქვია. რა ქვია იმას? ძმები ბლუზები არის და ძმები 2000. ძმები ბლუზები 2000. 2000. ციფრი დაემატა, ხო? იმ ფილმს ქვია ძმები ბლუზები 2000. არა, ნუ მე მაგის ყვამიდა რომ ხო? ჯონი ლი ჰუკერი თუ ჯეიმს ბრაუნი. ჯონი ლი ჰუკერი. რეი ჩარლზი თამაშობს, ხო? კი. მე ერთ რამეს ვიტყვი, მე შეიძლება აქ ვწდები და შეიძლება მსახიობების მომენტი არ მოხსნას, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ბლუზებში, აი ესენი არიან ბლუზებში, ჯეიმს ბრაუნი ბლუზებში ჩემთვის არ ითვლებოდა არასდროს. აი ეს მომენტი. იმიტომ რომ თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ერიკ კლეპტონს ვეძახით თეთრი მეფე შავი ბლუზისა, ჯეიმს ბრაუნი ითვლებოდა soul-ის მამად ყოველთვის. მიკვირდა რატომ, მაგრამ ასეა. და დანარჩენი ბიბი კინგი ბლუზია, რეი ჩარლზი ჯაზ ბლუზ. დიდი მადლობა, ძალიან კარგი ექსკურსი ხო? ძალიან კარგი ექსკურსია გავიარეთ. მადლობთ. ბლუზია. თავარია ვინ მონაწილეობს და ვინ არა. ნუ აი მოკლედ არ მონაწილეობს. თორემ შეიძლებოდა რომ მაშინ რო ყოფილიყო ემინემი, ყოფილიყო რატო? ჯასტინ ბიბერის ბავშვობა მინდა რომ აი პირველი კადრი თუ რამე აკეთებს მაინც შევინარჩუნებთ რა. ალბათ ესე გამო. რაღაცა მეც ეგეთი ეჭვი მაქვს. იმიტომ რომ რაღაცა ტაძრის სცენა მახსენდება რა. შენ ისე ცუდად გახსენდება რომ იცი ეგ ამბავი. რაღაც მეც მახსოვს, მაგრამ მე მგონი. გასაგებია. კაი, ჩაღარეთ ხო, კაი, ნუ გაგვაწვალებთ.
ძალიან მაგარი სცენაა თან. ეს სალტოებით ანუ ესე იგი ისა დავით 84 წავაგეთ. 84 წავაგეთ. მაგარ სცენა რაღაცა მახსოვს, რაღაცა იყო მაგრამ ჯეიმს. უკან სალტოებით რო დახტის მე. ჯეიმს ბრაუნია, ჯერ ბრაუნი ადახტოდა სალტოებით. და ყველაზე მაგარი იცი რომ ჯეიმს ბრაუნი მოძღვარია. ხო და მოძღვარი მოძღვარია ჯეიმს ბრაუნი, მაგონი ქალინგერის მაგ მომენტში. მადლობთ, მადლობთ. არა, კარგია. რა გენაღლებათ ხო? 84,000 კი, წაიღეს იმას სამელარივით. ანუ რეიჩარდს არ მონაწილეობდა. რეიჩარდს მონაწილეობდა და მეცად გეტყვი, ჯეიმს ბრაუნი მონაწილეობდა, მაგან დაგუპა ჩვენ. და ბიბი კინგი მონაწილეობდა. მონაწილეობდა? კი. ღერის. Sweet Home Chicago-ს მახსოვს? კლასიკურ პირველი ვარიანტი. სანამ მეორეს გადაიღებდნენ. შედიან მე მგონი ღერის ბიბი კინგიც იქა. ნახოთ სწორი პასუხი. ჯეიმს ბრაუნი გამიტყდა ეხლა. მაგრა გამიტყდა მეც ეგ რო თქვი ვაფშე. ხო. აი ის კადრი გავიხსენე ხტომი ალყირამალა გავიხსენე. ან გადავდივართ მესამე ეტაპზე, ან არა, სწორი პასუხია. ამ ფილმში არ თამაშობს. ვერ გავიგე. ბიბი კინგი. აი всё დამთავრდა? ო, ასე მაგარია. ხო გითხარი, მუსიკაში შევწყვებით მეთქი, ეს მაინც დაგვჭა. რა მაგარია. ეს მაინც დაგვჭა. სასწაულო. ჯეო კონექტები, ეს არის ჯეოსერის ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი, ყველაზე მობილური ინტერნეტი სწრაფია. და ეხლა ვერ მეთქვით იმაში რა გიხდები იყო ისტორია. არა, მაგას შევინახავ წვებისთვის გამოვიყენებ, რატომ გავყიდოთ ყველა შეკითხვა. აი როგორ შევწყვით, როგორ შევწყვით. მადლობთ, დიდი მადლობთ. კარგად გზადებოდეთ. ახალდის ძალიან ვიზიარებ. ვიცი რომ გესმის ჩვენ, მაგრამ რა ვქნა, აი ეს გზა მიდის დამარცხებულებისთვის? უბედურები იქით მიდიან. მე კი ის გადავჩენია, ვთხოვო კახას დააბრუნოს ეს ახა ისევ თავის ადგილზე. მოდი კახა, მოდი. და გავაგრძელოთ თამაში, ჩვენთან რა თქმა უნდა, ჯერ გვაქვს დრო, აქედან გამომდინარე გავაგრძელებთ და შემდეგ სტუმრებს წარმოგიდგენთ. ესენი არიან მამუკა მესხი და გოგი კახიძე, შევხვდეთ. მოგესალმებით მამუკა. გამარჯობა გოგი. თქოთ? გამარჯობა ბატონო დუტა. ბატონო აუცილებელია? რა ვიცი აბა, ესეთ საქმეზე ვართ მოსული რომ უნდა გეფეროთ ახლა. არა, არ არის აუცილებელი. სანამ წავიღებ. სანამ ფულს წავიღებ. ფულის აღებაზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა, სანამ მაყურებელს უფრო ახლოს გავაცნობდე თქვენ თავს. ეს არის 100,000, იცით ამის შესახებ, ხო? და რაც თავარია, ამ თამაში არის ყველა თამაშისგან განსხვავებული წესები, ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, ხელი ჩამოვართვით და ეს ფული ხდება თქვენი, ამ ფულს თქვენი სახელი ქვია. ძალიან კარგი. ოღონდ თავარია ეხა მთელი თამაში მიდის ამ ფულის შენარჩუნებაზე. რამდენს შევინარჩუნებთ და რამდენს დავკარგავთ. თქვენზეა დამოკიდებული თქვენს ინტელექტზე, ვიცი ჭკვიანი ხალხი ხართ, გაგვიგია ტელევიზორშიც გვინახავს რაღაცები. აქედან გამომდინარე ეს რაღაცა მაგარი კაშნია. რა წერია? რა ვიცი, არის კი. ჩანო პავაროტი. მინდა გითხრათ რომ მამუკას მეც სახელია სამეგობროში პავაროტი და ძალიან საინტერესო ისტორიები გადახდენია თავს, ვიცი რომ ჩასული იყავი, ხო? კი, ვიყავი ერთი თვის წინ გახდით იტალიაში, მოდენაში, ლუჩიანო პავაროტის საფლავზე, მოდენადან იქვე 25 კილომეტრში, ძალიან ახლოს სოფელი მონტელეი. სოფლელი ბიჭი იყო ერთი. სოფლელი ბიჭი იყო, მეც ხო სოფლელი ბიჭი ვარ. მე ობჩიანო პავაროტი ვარ, ის ლუჩიანო პავაროტი იყო. ეს არის განსხვავება, მეტი არაფერი. მეტი არაფერი, ახლა ისიც მღეროდა და მეც მღერი ვარ. მის არიებს თუ მღერით? მის არიებს მღერი 90%-ს რასაც მღერი ვარ, მის არიებს მღერი. მე ლუჩიანო პავაროტის ფანი ვარ. ხო, ვიცი, გეტყობა თან და ყველა მიცით. მაგრამ ტაში არ არის. სად არის ტაში? რაღაცა ვერ მიაგენით ხო საფლავს, არ იცოდნენ. იყო პრობლემები, ნამდვილად. მე ჩემ მეგობრებთან ერთად გახლდით იტალიაში, სირეკიძე დამხვდა აეროპორტში ამ შავი მერსედესით, S-კლასით
გარეცხილი, გაკრიალებული მანქანა და ჩაოჯექით გახარებულია კაცი და მომიტრიალდა და მეუბნება. პირველი საწავიდეთ, მეთხარი საწავიდეთ და მოდენაში წავიდეთ, რომ პავაროტის საფლავზე გავიდეთ. მომიტრიალდა და მეუბნება. ბიჭო, მამაშენის საფლავზე როდის იყავი ბოლოსო? პავაროტის საფლავზე რო მოდიხარ იტალიაში. მეუთხარი, ჯერ მამაჩევის საფლავზე ვიყავ და იქიდან მოვდივარ მეთქი და გოგისურვებთ ხო ერთი ეწები რა ძალიან მინდა რომ პატარა მაინც წაგვიმღეროს შენ დამეხმარე მაგაში რა მე ვერ დავიწყებ თვითონ არა შენ არ დაიწყო მაგრამ ამგა პატარა ამე აიდან რაიმე ფრაგმენტი უმცირედ უმნიშვნელო თანხას მაინც თუ მოვიგებთ მაშინ ვიმღერებ ისე რა ამ ხელა 100.000 უკვე მოგეციდა უკვე მომეცი ხო სიმღერას შენ ძალიან კარგი იცი და რა ვქნათ ახლა დავიწყოთ ორივე ერთად აბა მაშინ რამე პავაროტის რეპერტუარი პავაროტის რეპერტუარი რა შენ რა ახლა არ იცი თუ რა არა რა ვიცი შენ რომელი O sole mio più bella te O sole mio sta pronti a te O sole mio, stam pronti a te, stai pronti a te. Diale, tageti. არა უცავს, აი ეს არის რეპეტიცია არ გაგვივლია და ნო, რა თქმა უნდა, არ გაგვივლია. ესე იგი გოგი გადმომინაცვლე აქეთკენ. აგებოდ. რა საკეთებ? აი გვარიშვილია, კახიძე. ვარ ყოფილი ექიმი და ამჟამად ბანკირი. ეგ ხო ვიცით. და ისე რა საკეთებ? კაი, ეს რასადროდის? რასადროდის გარდა მე და მამუკა ერთმანეთი გავიცანით კლუბ მერწყულში. ხო, რაღაცა ხუთწლიანი მეგობრობა გაქვთ როგორც ხუთწლიანი მეგობრობა გვაქვს. კლუბში ვართ 27 მამაკაცი. სადა ვართ ის თქვი მთავარი. ჩვენ ასე ვთქვათ სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობთ, ყოველ საღამოს ვცურავთ, ვარჯიშობთ და გარდა ამისა ჩვენი მიზანია ქართული სუფრის ტრადიციების პოპულარიზაცია. სულვა და კი, ერთი და სულვის შემდეგ აუცილებელია ერთი ეს მითხარით. კლავ გაუშლელი ვემსახურებით ამ საქმეს ყოველდღიურად. ეს კარგია, სულვა მომეწონა. მან კლავი უნდა გაშალო და აქეთ კი სუფრა კლავ პირიქით უნდა მოუტეხო ხელს, ხო? მაგრამ ეს აუცილებელია. მაგრამ ეს მაინტერესებს, აი სუფრის ტრადიციებს ვიცავთო. ეს რომელი ტრადიციებია? აი რუსების მერე რო დადგინდა ჩვენთან სუფრის ტრადიციები, რუსეთის შემოსვლის მერე და შემოჭრის მერე. არა, ძველი ქალაქური რაც არის, საუკუნიდან რაც მოდის, მაჩურის თამადა სადღაც. არა, მაგას ვამბობ, იმიტომ რომ თამადის ინსტიტუტი ხო მაშინ შემოიღეს, ქერო საჭირო იყო, რომ ინფორმაცია გავრცელებული იყო, ისტორიას ხო ბიბლიოთეკა. მამუკასთან და გოგისთან ერთად თამაშობთ ფულთან. წარმატებები მინდა გისურვოთ. აუცილებლად წარმატებები მინდა გისურვოთ და ეს ფული ბოლომდე შეგენახოთ. იმედია. მე მინდა გითხრათ რომ ამ ჩვენს არაჩვეულებრივ თამაშს და ამ ჩვენ უდიდეს შანსებს საზოგადოებისთვის იძლევა ევროპაბეთი. და ფულს გაცვის პოლიცია იცავს ბიჭებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენი თამაშის წესები არის ძალიან მარტივი. გამოდის ორი კატეგორია. კატეგორიიდან ერთ-ერთს ვიჩევს, რაც უფრო ახლოს იქნება ჩვენთან. იმიტომ რომ ხო არის რაღაცები, რაც ძლიერები ვართ, ასე ვერა ვართ რა. რა თქმა უნდა. ყველაფერში ხო. ესე ვერა ვართ, ხო? აი თქვენ მაგალითად სურვაში და ტრადიციებში ხართ, მაგრამ უმეტესწილად. სტილო. მზად ვართ? მზად ვართ შრომისა და თავდაცვისათვის. დავიდა, კატეგორიები ეკრანზე. მოჩვენება და მშობლიური კუთხე. ვის მშობლიური კუთხეა? მშობლიური კუთხე. ეთქობა ჩვენ მშობლიური კუთხე. თქვენ მშობლიური კუთხეა ვითომ? მშობლიური კუთხე. საერთო მშობლიური კუთხე გაქვთ? შეიძლება იყოს მშობლიური კუთხე, ხო? თქვენ მშობლიური კუთხეები ემთხვევა? კი, ოქრება არ გვეთი ასე ვთქვათ, ემთხვევა, ამიტომ ვთქვით მშობლიურ კუთხეს. მე ბაღდათიდან ვარ, ეს თერჯოლიდან არის და ერთად ავართ რა. ერთად დავართ შენ. კი. მშობლიური კუთხე, კი ბატონო, ავირჩიეთ კატეგორია და ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი ყურადღება მონიტორებზე. შემახედე მამული რა ხდება. მამათი, შიბათი, აკეთი, ჯაპანა.
ჯაპანა. გურია. სოფელია, მამათი გურია სოფელი. აი, ნახოთ აბა შეკითხვა. გურიის სოფელს გა. ახლა შეკითხვა მთავარი, ესენ ცნობილია ყველა. ჩამოთვლილდაგან რომელ სოფელში დაიბადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე? მარტივია, შეო მამათი. მამათია. ვაი. დამეხმარე ბევრია ჯერ. დრო. დრო გვაქვს. დრო მიდის, მაგრამ ეგ დიდი პრობლემა არ არის. მაიცა. ფულის ძალეწილებას ყველა ასწრებს ხოლმე. ვაი. ძალიან ბევრია. 40 წამი გვაქვს. აი ბანკირი როა, როგორ და შეგვიძლია შევაჩერო. როგორ კარგად მუშაობს ფულთან ბანკირი როა? შეგვიძლია დრო შევაჩერო თუ არა? შევაჩერო. შეჩერდი წამო. კარგი, ესე იგი, აქ სანერული არ გვაქვს მამული. არა, ამ ნამდვილად არა. შემთხვევაში სანერვიულო მე მგონი ყველა ვიცის ესა და ძალიან მარტივი შეკითხვა, გასაშინაურებელი შეკითხვა გამოგვივიდა ეხლა უბრალოდ. მე მახსოვს ერთხელ მარჯანიშვილის თეატრი იყო ჩასული მის სოფელში, რომელიც სწორ პასუხსაც მე გავიგებ და იქ აური კაცი შეხვდა და შევარდნაძის სახელი სად არისო გივი ბერიკაშვილმა იკითხა რა და მაგიო ასე რომ გადაუხვევა, გადაღარ, ეგ არა მიხვალ, არა მოყვალ, რაღაცა უთხრა, მოგრედა. მაგრამ მაგას ახალ სახში ვერ დაიჭერო, მინისტრი იყო მაშინ. გურული დიალექტი. მოსკოვში. მაგრამ მაგას ახალ სახში რას დაიჭერო, მაგარასო. მოხუცი კაცი იყო. სკოლა ნამდვილად მამაჩი დაამთავრა. მე მითო დავებენ რომ ტყიბულში დავიბად და გავიზარდა, ხანდახან ვიძახი ბაღდათელი ვარ, და ამიტომ არ დავიბნეთ ახლა, რა ვიცი. ტყიბულელებმა იციან, ეს იქ რო დაიბადე გაიზარდა. კი, რა თქმა უნდა. ტყიბულელებს დიდი კოცნა, დიდი მოფერება ჩემგან. კარგი, ვნახოთ სწორი პასუხი. აქ გადავრჩით. გადავრჩით თვითონ. რაღაცა მაიც არა. ცოტა ეჭვი. არა, ნუ არგი ნამდვილი ეჭვიანო მაქვს. არა, ძალიან მარტივია და მითო. გითხარი? პირველი შეკითხვა შესაძლებელი ასე ვთქვა. შიბათი. დავაბრუნოთ შიბათი. ადგილზე. ალბათ მაიცოდა სწორი პასუხი. ვინ არის ცოტა? აშით გავაგებინეთ. არის ბატონო. კარგი, დავიკავეთ ჩვენი ადგილები. მეორესთვის მზად ვართ? რა თქმა უნდა. აბა მაშინ წავავიდა მეორე კატეგორიის ორი კატეგორია. რა ვთქვი ახლა? კინო მიუზიკლი და სერვისი. და სერვისი. აუ. რა კინო მიუზიკლი. უფრო სერვისი რას გულისხმობს მომსახურება, ხო? მომსახურებების კომპანიაში კი ვმუშაობ აეროპორტში სვათაშორის. მაშინ იყო სერვისი. ჰედლინგი. რა ძალიან რთულია რა სერვისი კინოსთან უფრო მაინც რისკია და გავრისკოთ რომელიც გინდა. თუ სერვისი გაგახსენდ და ინტუიციას ვენდოთ და ავიღოთ სერვისი. ნუ გოგის მე ძალიან დიდი იმედებს ვამყარებ გოგიზე და მაშინ არა იყო სერვისი. გადავიფიქრეთ ერთ წამი ჩამოყალიბდეთ. ესა მამუკა ამყარებს გოგიზე იმედებს. გოგის მაშინო კაცი უხუცესია. ხო და თუ გიჩვენე ხო და კინო მიუზიკლი ჯობია მაშინ. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გადაცემის დამფუძნებელია პატიცემი. დიდი ხო მადლობა. და მე ბატონო. რა სადროდის? სერვისი. ინტუიციას ვენდოთ რადგან პირველი სერვისი, ინტუიციას ვენდოთ. სერვისი, ინტუიციას ვენდობით და ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. იმედია გაგვიმართლებს. მეგობარო, პატივცემულო, ბიჭუნა, გეთახვა. ეს უკვე მართლა ინტელექტი. კითხვა მაინტერესებს ძალიან. კითხვას გააჩნია სავარაუდოდ პატივცემული და სერვისთან თუ არ დაკავშირებით. კარგი, რაღაცა მე ეჭვი მაქვს და ნახოთ შეკითხვა. აბა. რას ნიშნავს სიტყვა გარსონ? აჰა. რომლითაც საფრანგეთში მიმართავენ ოფიციანტს. გავიდა ხوار დავიკითხა. რას ნიშნავს? აი, წავიდა დრო. რომლითაც საფრანგეთში. დრო მიდის. წავიდა. რას ნიშნავს სიტყვა გარსონ, რომლითაც ბიჭუნა საფრანგეთში შეიძლება მიმართავენ ოფიციანტს? ახლა შეიძლება გეთაყვა ნაკლებად სავარაუდოა. პატივცემულო და მეგობარო? უფრო ბიჭუნა მგონია რა. არა, რამდენი მეგობარო შეიძლება იყოს. რავი, დავალაგოთ რა. პატივცემულო შეიძლება ძილობის ამბავია. 35 წამი გაქვთ დარჩენილი. აღარც კი 30 აჰა, უკვე. იქ დაყარებია. ბიჭუნა უფრო მგონია რა. ხო.
რატო ბიჭო ა? ბიჭო გარსონ და ამამცის მოსახურე ტიპია რა. აი მაშინ იქაც იმას ხო? აქაც დავდოთ რა იცი მომავლისთვის დანარჩენი აქ დადო. აი ბიჭუნა იყოს. დავიცი აბა. 15 წამი. თლად გეთაყო არ იყოს მაგრამ არ მგონი. გარსონი. მე მგონი ბიჭუნა არა. 7 6 5 4 3 2 1 და დრო ამოიწურა. ეხლა რაღაცა 12000 მეგობაროს მივანიჭეთ უპირატესობას. ცოტა მეღეცე ფული დავდით აქეთ. შეხედავ არაფერი ამ 100000-ის ყვალობაზე, მაგრამ 6 18000. 18 მე მგონი პატრიცემული ვარსო. მე მგონი ბიჭუნა არა. არა 18-ია? არა, მოიცა რაღაცა ვწდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 18-ია. ანუ აქ დაჭა 70. 70. დანარჩენი აქეთ. 70 დარჩა. 70000 კითხვა ჟღერდა ასე, რას ნიშნავს სიტყვა გარსონ, რომლითაც საფრანგეთში მიმართავენ ოფიციანტებს? აუ, გოგია. ხო. ჯერაში. მეგობარო, პატივცემულო ბიჭუნა და გეთაყვა. უფრო ლოგიკურია ხო? ბიჭუნა ხო? ბიჭუნა რა, იმედი გვაქვს რომ ბიჭუნა. ხო. ერთ პანჩი ბიჭუნა უფრო დამამცირებელი არა. დამამცირებელი არის კი. ხო და გარსონ. რასა? ჰა, გარსონ. აი ეგრე, ბიჭუნა. იმედი გვაქვს რომ ეგრეა. ჩვენებურად. კი ვარ ნამყოფი პარიზში, მაგრამ ასეთი მიმართვით არასდროს არ მიმართავს ოფიციანტებს. ხო, ჩვენ ხო თავაზე მე ქართულად ველაპარაკებ. ჩვენ ოფიციანტებზე ვართ მიჩვეულები, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ აკადრებ. იმიტომ რომ მოვა და გეტყვი მაუჟერ მე მართლა ოფიციანტი ყო არა გონი ვარო. და ახლა გამახსენდა ქართული სინამდვილე ეგეთი მაქვს და ამიტომ ვერ აკადრებ. ნახოთ სწორი პასუხი. დარწმუნებული არა, მაგრამ ბიჭუნა უფრო ლოგიკურია. იმედი მაქვს. თავია გეთაყვა გაიხსნა. ფულს კარგავ. აშკარად დავკარგეთ. 30000 დავკარგეთ. ეხლა თავი. ახლა მითხარი. გემშვიდობები თვითონ. გემშვიდობები მიედივარ შენგან ბათუმო ჩემო. ზურაბ მანაგაძის ერთ-ერთი კარგი განწყობით კი ვიყავით მოსულ. თორე შენზე სული გამხარება. ბიჭუნა თუ გეთაყვა. ფაქტია ბიჭუნა. ნუ ფული ბევრი დევს ყოველ შემთხვევაში. არა და თავიდან ვეთქვი ფულს დავკარგავს თქო. ნუ ეგ გამორიცხულიც არ იყო. როდესაც სამ ბოქსზე გაქვს გადანაწილებული. თანხა ყველა ვარიანტი რაღაცა იგავია. გილოცავთ 70000 შეინარჩუნეთ. სწორად დავდეთ. ბრავო გოგი სამწუხაროში. ისეთი ორგანიზაციის დამფუძნებელია არ შეიძლებოდა რომ ინტელექტი არ ამუშავებულიყო. დაიბრუნეთ თანხა. ო ბერეკაშვილმა იმას კაცას ჩვენთან ძმასთან ერთად. ვიცით, უცკირეთ. ოჩაღად იმედია გავიმეორებთ. იმედი მაქვს მეც. 70000 გაქვთ, გილოცავთ, ორი ეტაპი გავიარეთ და მესამე ჯერი დადგა. ნახოთ კატეგორიები. ლუჩანო პავაროტი და მე მკვიდრე, ნეტა რას აირჩევს პატიცემული პავაროტი. აირჩე ლუჩანო პავაროტი. თქმა ლუჩანო პავაროტი ავირჩევ. აი ეს კაშნი ვიცი ამის ისტორია 10 წელია სულ. სულ 10 წელი არის ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა მაჩუკეს ეს კაშნი იყვნენ კონცერტზე მილანში, ლასკალაში და კონცერტის შემდეგ გაიყიდა სულ 9. სულ 9 გაიყიდა. და ამათმა ვერ იმასქნეს იმ მომენტში. სულ 9 იყო, მე როგორც ვიყიდეს და მე თხოვეს. და მეათე ეს არის. ჩემი მეგობრისთვის გვინდა და მეათე ეს. ხო, რა თქმა უნდა. და მე შევეკითხე, მე რა ძალიან ძვირფასი რაღაცაა მეთქი და მირიან მეთქი, ძმურად მითხარი რა გადაიხადე მეთქი და მაინც არ დამიჯერებ რა გადავიხადეო და არ მითხრა ფასი. რას ვიქეთ? პავაროტის. ლუჩანო პავაროტი, მეშინია ამ შეკითხვის. მეც. ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი და ცოტა იქნება გადაგვიანოს. დიმიტრი ნაბოკოვი, დონალდ ადამსი, ენცო დარა, ევგენი ნესტერენკო. კითხვა რა კავშირი არიან და
რომელი მღეროდა მაგის მომენტი. ხო, ეთქობა რა. აბა ნახოთ. ნაბოკოვი გამოურიცხოთ. ვისთან გაინაწილა გამარჯვება ლუჩანო პავაროტიმ 61 წლის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე. დიმიტრი ნაბოკოვი, დონალდ ადამსი, უნდა გავანაწილოთ, რომელზე არ დავდოთ ის თქვა. რომელზე არ დავდოთ. ნაბოკოვთან ნაბოკოვი დავდოთ. ენცოზე დავდოთ. ენცოზე დავდოთ. ეს ადამსი რაღაც არ მგონია რა. ის უფრო მგონია. ეს გამოვიცხოთ, მოდი და ჩვენ გავანაწილოთ იქიდადე. 35 წამი დარჩა. აჰა, თან რაღაცნაირად. არა დავიძახდი მეშინია ამ შეკითხვა. ხო რა, ძალიან ისეთია რა. ბატონო. მიდი, ელიქი. ბატონო, აქეთ, აჰა. მეტი ბევრი დავდო, აქეთ დავამატო. არა, იყოს. აჰა, რადგან ინტუიცია იქ განახობს აქეთ იპოს. არ ვიცი, 2 ეგენ აღარი 20. 13 წამი დარჩა. რაც უდიდ დრო შეგახსენეთ ნახე. ის ადამს საერთოდ აიგია ვინ არის? მომღერალია. 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. აცარი არის. ხონუ ფულია. ფული გადავანაწილეთ. ფაქტურად რულეტას ვითარ. მაგრამ გამორიცხვის მეთოდით წავედი და გადაწყდა რომ ადამსი გამორიცხეთ. ადამსი გამოურიცხეთ. ეხლა გეტყვით ნაბოკოვს მე მგონი ყველაზე მეტი ყველაზე მეტი ნაბოკოვს ვიღაცით. 28000-ია. მად 20-ია მე 1 მგონი. 2 3 4 5 6 7 8 9 10 შესაბამისად 20000 ენცო და არა მეორეც პრობლემას. და რა დაგვრჩა ესეც ნესტერენკო ევგენი ნისირენკო. ამ ორი სიმედი მაქვს რა. ყველაზე მეტი ნაბოკოვის. ნაბოკოვის მე და ნაბოკოვია. ნესტერენკო. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. არა, დაწმუნებული საერთოდ. ფული კარგად ძლიგინით წავა ეხა. ახს. იმედია დარჩება კიდეც. იმედია დარჩება და ეს ვინც ხა ადამსი არ იქნება მაინც იმედი მყვა. ლუჩანო პავაროტისთან პრიზის გამყოფი. 61 წელს. რამდენი რამე მომختარა გას? გაგარინიო, ფულის შეცვლაო, 61, რამდენი რამე მომختარა გას? მე ნაბოკოვის იმედი მაქვს. პირიქით, თამამად გიყურებთ თვალებს, მოვიტყვით ასე. თქვენი რეაქცია მაინტერესებს. ნესტერენკო. ამ ორი სიმედი. ერთის იმედის უტყუილად ქონდა. გადაჩენები ვართ. გადავრჩით, მე უკვე მისალოცი ამბავია, გადავრჩით. ნაბოკოვი ჩვენი მეგობარია. და ნახოთ აბა. დიმიტრი არის ჩვენი ძმა, არ გვიღალატებს. დიმიტრიმ არ უნდა გვიღალატოს დღეს. დიმიტრი არ უნდა გვიღალატოს. ბატონო დუტა. დიმიტრი არ გვიღალატებს, იმიტომ რომ დღეს არც ენცო და არ მგონია რომ კაი მოღალატებინ მე იყოს. ენცო. ეხლა გავარკვევთ. ენცო დარა, ენცო დარჩა. ენცო დარა, ენცო დარჩა. ენცო არა, ნაბოკოვი არ ვიცი. ნაბოკოვია ხო? ცოტა მეტი უნდა დაგვედოიქით. ცოტა მეტი. 20 თუ 28, რამდენი 1000 დაგვრჩება რა ვიცი. ნახოთ კომერციული ჭრის შემდეგ ეს. ნაბოკოვია. დაგიბრუნდით პატივცემულო ტელემაყურებლებო, თამაშობთ მამუკასთან და გოგისთან ერთად, ვინც გვადევნებდით თვალყურს, ვინც არადა შეგახსენებთ ამ ჩვენ სიტუაციას. მესამე ეტაპზე ვართ, მესამე შეკითხვაა დასმული. დავკარგეთ 22000, გადარჩენილები ვართ, ფული გრჩება, მაგრამ 20000 თუ 28000 ეგ არ ვიცით. შეკითხვა კი ჟღერდა ასე. და ეხლა ჟღერს, ვისთან გაინაწილა გამარჯვება ლუჩანო პავაროტიმ 61 წლის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე. ენცო დარა თუ დიმიტრი ნაბოკოვი. ასუხი გვაინტერესებს ძალიან. ნაბოკოვის იმედი გვაქვს, ნაბოკოვის. არა და წეგან 12000 როგორ მოიქნიეთ და ეხლა 800 როგორი მნიშვნელობა აქვს, ნედა? ან ცოტა რჩება და კითხვები ჯერ კიდევ ბევრია. ჰიდრავლიკა გაფუჭდა და ეს დარჩება. არა, ინტუიციით ხო ამბობთ რა. თავიდანვე იგივე. ლიდერობდა ნაბოკოვი. აუკვირდი ნაბოკოვზე რა. დავაბრუნოთ 28000.
28,000 გაქვს. განაწილება ცოტა. მესამე ეტაპიც გავიარეთ. წინ გვაქვს 5 შეკითხვა და ჯერ მეორე. 28,000 გვაქვს სულ რაღაც. ჩვენ ნახევარიც არ გაგვივლია და ნახევარზე მეტი თანხა დავკარგეთ. მეცაც გეტყვით, თითქმის 3/4 დავკარგეთ. ხო. აფსოს. არა უშავს, მეცადოთ რომ უფრო მობილიზდეთ ყურადღებით. 1/13 და აბა მეოთხე ეტაპის ორი კატეგორია ვნახოთ. 1/13. რა შემოგთავაზებ? მონუმენტი, კინოფესტივალი. გოგი, გადაწყვიტე. გოგი მონუმენტს მივაწეს, რაღაც ცნობილი მონუმენტი იქნება მე და კინოფესტივალზე რა. ბევრი კითხვა შეიძლება იყოს კინოფესტივალზე. შეიძლება მარტივი იყოს რაც გაიგე. მონუმენტი. მონუმენტი, როგორ მარტივად დანებდი ესე იგი. არა, რატო იცით მონუმენტი უფრო ცნობილი მონუმენტები. იყოს მონუმენტი. ნახოთ, აბა მონუმენტში რა გვაქვს ჩაფალული. 4 სავარაუდო პასუხი ეკრანებზე. რუზველტი, ვაშინგტონი, კენედი, ლინკოლნის მონუმენტი. ლინკოლნი. ვაშინგტონისაც არის, რუზველტისაც არის, კენედის. კითხვა კი ჟღერს ასე. შეკითხვა თავარი. რომელი ამერიკელი პრეზიდენტის ქანდაკება დგას ლონდონში, ამერიკულ მიწაზე? წავიდა დრო. ლონდონში. ვაშინგტონი შეიძლება იყოს ამერიკულ მიწაზე და რუზველტი მე შეიძლება რუზველტის მეორე მსოფლიო ომის დროს მერეა. რომელი გამორიცხოთ? კენედი გამორიცხოთ. 40 წამი გაქვთ. კენედი გამორიცხოთ. ხო და რუზველტი მგონია, ვაშინგტონი მგონია, ან რუზველტი ომის გამო რა. ხო. და რუზველტს მიცეთ ყველაზე მეტი ომის გამო, მეორე მსოფლიო ომის, თუ ვაშინგტონი იქნება მაინც პირველი პრეზიდენტი იყო. ამერიკის მიწაზე პირველი პრეზიდენტი. 15 წამი რა დაგვრჩა? ამ დროს შეიძლება კენედი იყოს. 10 ამეჭო. რატო? 9 ვაშინგტონი, 8 პირველი 7 6 5 4 3 გადავდო 1 2 ანდა 1 დრო ამოიწურა. ჯერ ხონდა. გოგი რას აპირებდი? აკაც მცირე თანხა მიდოდა დამემატებინა რუზველტისთვის. მაგრამ არა უშავს, რადგან ეგრე იყოს. აქეთ გვაქვს რუზველტს 6000, ლინკოლნს 4000 და ყველაზე მეტი ვაშინგტონს. ნუ პირველი პრეზიდენტის მივეც თუ პირატესობა. უპირატესობა მივეც. ამერიკულ მიწაზე. სადაო? ლონდონშიო ამერიკულ მიწაზე. ლონდონში ამერიკული მიწაც არსებობს. უყიდიათ, ხო, უყიდიათ, უშავს. კარგი, ვნახოთ სწორი პასუხი, თანხას ისევ და ისევ აშკარად კარგავთ. იმედია ცოტას. იმედია ცოტას. იმედია. ლინკოლნი თუ დავჭადა. ვეღარ ყოფილა. მე მოგვიწევს, ვეღარ გავანაწილებ. ვეღარ გავა. ამას ხო სულ 6000. სწორი პასუხია? კენედი გაიხსნას მთავარია. ინტუიციით კენედი უნდა გაიხსნას. კენედის ძეგლი ლონდონში რაღაცა ვერ უნდა გაიხსნას მაგიტო. ეს ვერ წარმომიდგენია, ამას სწორად. მეორე მსოფლიო ომის გამო როზველტი. ამ დროს კენედია აი მე კენედი ამგონია. რა ძეგლი დაუდგეს, რა გააკეთა ლონდონში კენედი. ნდერიული ვაშინგტონი იქნება. კენედი ნახდათ არ არის რა. იმედი არ არსებობს გამორიცხული. ინტუიცია. ანდერძის თანახმად ჩაუტანიათ, ესე იგი, პირველი პრეზიდენტი. მიწა სპეციალურად მარტო ამერიკული მიწა. ვაშინგტონი არა, ყველა ვარიანტი. და სპეციალურად ამერიკიდან ჩაიტანეს ამერიკული მიწა. ხო. მაშინ ვაშინგტონი. ვაშინგტონი არა. როგორი მოგზალებულად გაიხსნა ნახე კენედი. ყველაზე დიდებს სწორედ რა. როგორი მოგზალებულად რაღაცნაირად გაიხსნა. კენედი როგორი მოგზალებულად გაიხსნა. ნახევარი გზა გავიარეთ და თანხა თითქმის დავაბრუნოთ ახლა.
9 შეკვრა დაგვრჩა. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ 3-ჯერ შეგვიძლია გადავანაწილოთ, ხო? დაახლოებით. თუ არ გამოდის ესე. რამდენი შეკითხვა? გასურველია ერთხელ ეხლა გავრისკოთ. ან ეხლა ამ ორ კითხვაში უნდა გავისკოთ. იცი რა ხდება, იმიტომ რომ როგორი რამეა, იცი, ეხლა რადგან მეხუთე ეტაპზე გადავედით, ჩვენთან თამაშის წესები იწვება და მეოთხე მონიტორი და ბოქსი გამოიწვია თამაშს. და მხოლოდ 3 ვერსია შემოგვაქვს და 2-ზე შეგვიძლია გადანაწილება, ასე რომ შანსები გეზრდებათ, რომ ძალიან ბევრი არ დაკარგოთ. დაკარგვის შანსები. მეხუთე ეტაპი და 2 კატეგორია ეკრანზე. 2 კატეგორია. რატომ მიდივარ ხოლმე იქ? აი აქედან უკეთესად ხედავ. ფინანსები, ფრინველები. ბანკირი კაცი. ფინანსები. მაგრამ ლუჩიანო რა გვიქნა გახსოვს? ლუჩიანო რა გვიქნა და გადაგვარჩინა ლუჩიანო რა. მაშინ მივაწვეთ ფინანსებს. მივაწვეთ ფინანსებს. ფინანსებს რო ვაწვევით ფინანსებს, აბა მივაწეკით ფინანსებს და ვნახოთ. 3 სავარაუდო პასუხი. ხერხული იყო ფინანსები რო არა მე. ხო, რა, ბანკი რესპუბლიკის სამსახურში ფილიალის ხო, დირექტორია და შეხვდები ბანკი. აჟიოტაჟი, აჟური, ბუმი. სენიორაჟი ვიცი ფულის ბეჭდა. აჟური რა. ნახოთ აბა ერთი რა ხდება, კითხვა როგორია. სენიორაჟი ცოტა. სენიორაჟი დაასახელეთ ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ფასიანი ხაღალდების კურსის ხელოვნურ სპეკულაციურ აწევ-დაწევას. ან ბუმი ან აჟიოტაჟი. აჟიოტაჟი, აჟური, ბუმი. აჟური არ არის, ნახოთ არ არის აჟური. გოგი. თლიანად ერთზე დავდო? არა, ბუმზე ცოტას მაინც დავდებ რა. ბუმი იყო. კურსის ხელოვნურ სპეკულაციას ბუმით 35 წამი დაგჭათ. აჟიოტაჟიდან ბუმი უნდა იყოს რა. რომელზე ეს ბუმზე ყველა ვარიანტი აჟური ნაღდათ არა. აჟური არა. 25 წამი. აჟიოტაჟი ან ბუმი. ეს ტრახო დაზღვევისთვის დავდოთ აქ რა. ნუ ეს უფრო ის გონი არა. აჟიოტაჟი. აჟიოტაჟი ხო? სულ ხوار დავდოთ რა, მაგრამ ეს იყოს რა. ბუმი ახლა დაზღვევისთვის. 10 წამი. ბანკის სიტყვა. 9. არ არის აჟიოტაჟი. სენიორაჟი ქვია ფულის ბეჭდა. სენიორაჟი. კი და აჟიოტაჟი. 4, 3, 2. იყოს ეს დაზღვევისთვის რა. 1 და დრო ამოიწურა. 4000 ბუმი. მხოლოდ. მხოლოდ 4000 ბუმი. ფაქტიურად თავი დავიზღვიეთ. უფრო აჟური გამოვიწყეთ კატეგორიულად. ტერმინი აჟიოტაჟია. აჟიოტაჟი უფრო რა აჟიოტაჟია ახლა ზავი? არეულობა ბირჟაზე. ფასების აწევ-დაწევაა. ეგ არის? ხო, დაახლოებით მაგ ლოგიკით ვიხმოვანებთ და აჟური 14000 აჟური აჟიოტაჟი და ნახოთ არა რა საბანკო. აჟურშია საქმე, არ არის როცა არეულობა. ხო, აჟურში არ არის საქმე. 14000. ჩვენი 14000 თქვენი. ხო? იმედია. ნახოთ. რატომ ჩვენ იქნებ წინ ერთიანი მოვაკლდეს რა იცი რა. რატომ არც ეგარი გამორიცხვა. ან ბოლოები დარჩეს, აი ნოლები რო უძახ. ახლა მეხუთე კითხვა? მეხუთე ჯერ კიდე 3 კითხვაა წინ. ის 3-ია წინ. ძნელია ხო 100000-ის შენარჩუნება. ერთი ვახშამი მაინც რო გამომუშავება უფრო რთულია. ხო, გამომუშავება რთულია, შენარჩუნება. იდი ლიგი. ასე კილოც აქვს 14000 გაქვს. სწორად ვიჩერდ. აბრუნე ფული გვეხარჯება. არ რისკავ, არ რისკავ. არადა გინდა ანკეტებში, გინდა აქ თამაშის დაწყების წინ თქვენ თქვით რომ ჩვენ რისკიანი ხალხი ვართ. და სულ იძახით რომ მოდი გავრისკოთ, მოდი გავრისკოთ. 14000-ის სამი შეკითხვა. სწორად ჩემს ვაკეთებ. არჩევანი სწორი გაქვთ ყოველთვის. მაგრამ ფული იკარგება და იკარგება. თან ძალიან ბევრი. სერიოზული. მეექვსე შეკითხვი ჯერია 2 კატეგორია ეკრანზე. მეექვსე მეშვიდე ახლა ორი კითხვა უნდა გავა. კატასტროფა, განცდა კუნძული. განცდა კუნძული. კატასტროფები. კატასტროფა. განცდა კუნძული რაღა დროის განცდა კუნძულია, ხო? იყოს კატასტროფა. კატასტროფა კი ბატონო, იყოს კატასტროფა. და ვნახოთ აბა 3 ვერსია პასუხის. აბანოში გამოჩნდა. აბა ჩინური სინდრომი. დანტეს პიკი. კასანდრას გზაჯვარედინი. კატასტროფა. ჩინური სინდრომი ნახოთ. ნახოთ აბა შეკითხვა.
რომელ ფილმში ასახული რეალური კატასტროფა, რომელიც პრემიერიდან 1 კვირის შემდეგ რეალურად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩინური სინდრომი, დანტეს პიკი, კასანდრა გზაჯვარედინი. ვერსია ალბათ საუბარი რომელ ფილმშია. კატასტროფა იყო ფილმში ასახული და 1 კვირაში პრემიერიდან მოხდა რეალურად. ბიჭო 45 წამი. გზაჯვარედინი რა. თვითონ ჩინური სინდრომი ნაკლებად ხო? ჩინური სინდრომი არა, ხო? დანტეს პიკი მაშინ. დავიდეთ. თუ ერთზე გავისკოთ. ხალხოთ. ასე? დავიზღვიოთ, მაგრამ ამ დროს წებუჭი ის რაღაცა ჩინური სინდრომი რა კავშირში უნდა 11 სექტემბერთან არის, მაგრამ ხო? ჩინური სინდრომი. 20 წამი. 11 სექტემბერი. მე ფილმში იყოს კასანდრას ზაჯვარედინი. ხო. ხო არ გადმოდო თლიანად, ა? არო იყოს ის დავრჩება რა. თავი დავიზღვიოთ ის. 5 4 3 2 1 და დრო ამოიწურა. იქ კასანდრას გზაჯვარედინია რა არის? ამდენი ფული რო გაიმეტეთ, იცით რა არის? ასე არა ვარ, თავარია ჩვენ ფაქტურად ტოტალიზატორზე ვითამაშეთ. 10000 დევს არა და მან. დანტეს პიკიო 4000-იო. და ამ ჩინურმა სინდრომმა რატო დაგვაბნია? ამ დროს ეგ არ იყოს. რომ რაღაცა ფილმში აისახა რაღაცა კატასტროფა და პრემიერიდან 1 კვირის შემდეგ რეალურად მოხდა ეს 11 სექტემბერზეა საუბარი, მაგრამ ჩინური სინდრომი ნეტა? არა, ამერიკაში კატასტროფა თერმ. ან პასუხი არ ვიცოდით სამწუხაროდ. ეგრეა ზუსტად. ინტუიტიურადაც კი ვერ მივედით რაღაცა. აი ეს არის შედეგი. დანტეს პიკი დარჩა. მე მგონი არა, ავაკით. ნახოთ სწორი პასუხი. მე მგონი დავემშვიდობეთ თუთას. ჯერ ჯეოკონექტები არ მომიცია. შანსი გვაქვს, თავარია. თუმცა მაგას ხანდახან თამაში დასაწყისში ვიძლევი ხოლმე. პირდაპირ. იმედია გავაგრძელებ. სწორი პასუხი გვაქვს? კასანდრას გზაჯვარედინი არა, 10000 დავკარგეთ. ასე იგი ჩინური სინდრომია და ვიჯერო. დავჭით ხურდაფულზე. არა, წავაგეთ. წავაგეთ. მე მგონი დავჭით ხურდაფულზე. რომელი კითხვამდე გავკაჩეთ? მე-6-მდე, ხო? მე-6 შეკითხვამდე ავედით. სწორი პასუხი იყო ჩინური სინდრომი და მე მაქვს ჯეოსელისგან საჩუქრები თქვენთვის. ეს არის ჯეოკონექტები. დიდი მადლობა თქვენ და ჯეოსელს. დიდი მადლობა. აბა წარმატებები მინდა გისურვოთ. არა უშავს. ჩემს კრედით დადექით აქეთ ბატონო ჩემო. რომელიმე მაინც შუაში მომიქციეთ ერთი მე და ეს დავემშვიდობოთ მაყურებელს ერთად. მაშასე ჩვენ ვითამაშეთ გოგისთან და მამუკასთან ერთად ფულთან, სამწუხაროდ ფულთან არა და კონექტებთან ერთად დავასრულეთ მშვენივრად ჯეოსელის კონექტებთან ერთად თამაში. გახსოვდეთ რომ იმედზე ყოველ 4 შაბათს შეგიძლიათ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა და მოიპოვოთ 100000 და შეინარჩუნოთ მაქსიმალურად ბევრი თანხა. დროებით გემშვიდობებით. აბაჰე.
ფულთან სახიფათო თამაშში ერთი დიდი ოჯახის ორი უნიჭიერესი წარმომადგენელი ერთვება. მე არავინ არ მოვსებს, მაინც გამართლებელი. იმედო და ეკაკახიანები მზად არიან მოულოდნელი სიურპრიზებისთვის. ამის დახარჯვას რა უნდა? თუმცა დიდი ფული ასე მარტივად არ ნებდება. ხო, რეკორდი მოვხდები. ლიკა და ხატიაშვილები რისკზე მიდიან. არჩევანი თქვენა არადანი მე 100.000 ლარი თქვენა არაფერია. ინტელექტით გამორჩეულ და ხასიათით განსხვავებულებს ერთი მიზანი აერთიანებთ. შეფალებ ხანსე un peu. იმედის დღის წამყვანების ინტელექტი და ინტუიცია სერიოზულ გამოცდას აბარებს. 2 3 4 5 აღარ გვეღინება. ანუნა ბუკიასა და ნინუცა მუკნიაშვილის სტარტი საკმაოდ დამაჯერებელია. ჩვენ ესეთი გოგოები არ ვართ თუტა. იმედის დღე ვარ განა. ნახეთ ოთხშაბათს ფულთან თამაშის მორიგი, დაძაბული და დრამატული რაუნდი.